სემეკმა Georgian Water and Power სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილების მიხედვით GVP-ს 50,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდაც კომპანიას გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ევალება. მიზეზი რუსთავის წყალმომარაგებაში კომპანია GVP-s მხრიდან დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილება. ამ ეტაპზე უცნობია გაასაჩირებს თუ არა GVP აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თუმცა სხდომაზე წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანია რუსთავში დაწყებულ პროექტებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს. რუსთავის მერიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას საკითხის შესწავლის თხოვნით მიმდინარე წლის 27 ივნისს მიმართა. კომისიის წევრობა გამოვლენილი დარღვევების შესახებ 5 სექტემბრის სხდომაზეც იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დღეს გამოაცხადეს. სემეკმა შეისწავლა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკური მხარე, სადაც ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. პირველი ეს არის სატუმ სადგურზე არსებული ელექტრული ნაწილის გაუმართავობა, საიდან გამომდინარე ხდებოდა წყლის სატუმბის სადგურის გათიშვები. გარდა ამისა, საინვესტიციო აღდგენითი პროექტები დაიწყო გვიან. აქედან გამომდინარე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება GVP-s სანქცირებასთან დაკავშირებით. რუსთავის წყალთან დაკავშირებით ისტორიული პრობლემა ჰქონდა. სამწუხაროდ კომპანია ვერ გრძნობდა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა აიღო კიდევ უფრო მეტად მოსახლეობის და ქალაქის წინაშე. პროექტები განხორციელდა, თუმცა ტემპი და სხვადასხვა ხარვეზები არ გვაძლევს კმაყოფილების უფლებას და ჩვენ დამატებით მივმართეთ სემეკს იმ ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს იმსჯელა და რეკომენდაციები მისცა და ასევე დააჯარიმა კომპანია.